გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ საელჩომ ამ ვიზიტის შეჯამება გამოაქვეყნა. Მთელი ტექსტი შეიძლება ორ ნაწილადაც დავყოთ. პირველ ნაწილში საუბარია საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივასა და მოლოდინებზე. მეორე ნაწილში კი ოპოზიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დელეგაციის რჩევაზე. Სასახარო ამ განცხადებაში ურთიერთობის გადატვირთვისა და დაახლოების მოლოდინი დადებით კონტექსტშია მოხსენიებული. ტექსტში გარკვევი წერია სუვერენულ პარტნიორული ურთიერთობების ახალ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს, სუვერენიტეტისადმი ერთგულებასა და მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობას. ამავე ტექსტში საუბარია სტაბილურ შიდა პოლიტიკურ კლიმატზე, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. განცხადების მეორე ნაწილი, როგორც აღნიშნეთ, ოპოზიციის მისამართითაა, თუმცა ჩანაწერი რამდენად ემთხვევა იმ სულისკვეთებას, რასაც ის ადამიანები გამოხატავდნენ, რომელთაც რუბიოსთვის თბილისიდან ერევანში ხმის მიწვდენა სურდა და ჯერ რთული სათქმელია, რადგან მათი შეფასება არ მოგუსმენია. Დელეგაცია აცხადებს, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომელმაც მას ხმა მისცა. ჯერჯერობით ოპოზიციური კომენტარები არ ჩანს, სამაგიეროდ თავად ოპოზიცია აქტიურადაა დაკავებული შიდა საქმეების გარჩევით, ისე რომ ეს უკვე ნახსენებს სტაბილურ კლიმატს ქვეყანაში თუ არა ოპოზიციაში ნამდვილად გამორიცხავს. ამ და სხვა პოლიტიკურ თემებს შევეხებით დღეს სტუმრებთან საუბრისას, ჩვენს კითხვებს უპასუხებს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და მოგვიანებით შემოგვიერთდება ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, აკაკი ალადაშვილს. მოგესალმებით ბატონო აკაკი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩომ გაავრცელა ვრცელი, ესე ვთქვათ, რეზიუმე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. ერთგვარი შეჯამება არის და როგორც აღნიშნე, ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ ეს ტექსტი. პირველი ნაწილი ეხება საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივას. როგორც უკვე აღნიშნე, არის რამდენიმე საყურადღებო ფრაზა, წაგიკითხავთ. არის მოლოდინი სუვერენულ პარტნიორებს შორის დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ, რომ სუვერენიტეტისადმი ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ფუნდამენტური ღირებულებები ამ საკითხებზე თანხმედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ. მოდით პირველ რიგში განვარტოთ, როგორ მიიღო მმართველმა გუნდმა ეს შეფასება და რა პერსპექტივას ქმნის ის გადატვირთვის მიმართულებით. მოგესალმებით ქალბატონო თია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და ორი სიტყვით თუ ნებას დამთავრთ, მინდა საზოგადოებას ნინოობა მიულოცო, მინდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცო და მინდა ასევე შესაძლებლობით ვისარგებლო და ჩვენს გმირ პოლიციელებს გუშინ პოლიციელის დღე იყო და მიულოცო პოლიციის დღე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე რევოლუციის წელობა მქონდა და რომ არა ისინა, რომალა ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები დღეს სად იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და როგორ იქნებოდა, ღმერთმა იცის, ასე რომ კიდევ ხაზგასით მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს თითოეულ გმირ პოლიციელს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ქალბატონო თია, ესე იგი ჩვენ სულ ცოტა შორიდან დავიწყებ და მინდა აღვნიშნო და საზოგადოებას შევახსენო თუ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ რამდენად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ახლანდელ ადმინისტრაციას ჩვენთან ურთიერთობების, საქართველოსთან ურთიერთობების კუთხით და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ და ჩვენ გუნდს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების განსანახლებლად და ახალი ფურცლიდან დასაწყებად. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება ეს მესიჯი, რომ ისინი მზად არიან და უნდა ჩვენთან ურთიერთობების განჭასაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება. ჩვენ ამისთვის არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მზად ვართ, მე ეს განცხადება პირადად მახარებს. ახლა სიმართლე გითხრათ, ბურთი არის მათ მოედანზე და მე ვიმედოვნებ, რომ ეს სიტყვები გადაიქცევა კონკრეტულ ქმედებებში.
რაც შეეხება ოპოზიციასთან, რადიკალურ ოპოზიციას უფრო ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრეთ, მანამდე ამ განცხადებაში კიდევ ვკითხულობთ, ეს ერთგვარ გზამკვლევსაც ვკითხულობთ, თქვენ თქვით, რომ ძალიან გახარებთ ეს განცხადება და ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა. აი ამ განცხადებაში ესეთ რამეს ვკითხულობთ, რომ დელეგაცია მათ გაუზიარა ხელისუფლებას შეერთებული შტატების პოზიციას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ეს ოდნავ მოგვიანებით ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ეს იყო ნათქვამი უსაფრთხოება და ენერგეტიკის სფეროები მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. აი ეს ერთგვარი გზამკვლევი როგორ იკითხება თქვენი მხრიდან და სტრატეგიული პარტნიორობის გასამყარებლად რამდენად მისაღები და რამდენად ადვილად შესასრულებელია თქვენი აზრით? ნახეთ ეს განცხადება ვიტყოდი რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის ანუ ვიტყოდი რომ დამღუპელია შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მათ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ თვითონ ნახეთ რომ მათ ეს რადიკალური გზა და ქუჩაში დარჩენის გზა თვითონ აირჩიეს, არ მოინდომეს დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის არ სცეს პატივი საკუთარ ამომრჩეველს, რაც მათთვის უკვე დღეს ხედავ ჩვენ ხო სულ ცოტა ხნის წინ ეს აქცია ქონდა და დამღუპელი აღმოჩნდა, მათ არავინ აღარ უსმენს მათ და არავინ აღარ გამოდის მათ დაძახილზე ქუჩაში. ასე რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან ასეთი მოწოდება ამ რადიკალური ოპოზიციისთვის იქნება არის დამღუპველი და ეს მე მგონია რომ მათთვის ყოველთ მისი მიუღებელია, მათ რომ დომებოდათ დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობა, მათ ესეთი საკმაოდ კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ მათ აირჩიეს რადიკალიზაციის გზა და ეს რადიკალიზაცია არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. მე მგონია რომ მათ რაიმე სახით შეეძლო დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობა, მათი ერთადერთი გზა არის რადიკალიზაცია და ვნახოთ გამოჩნდება ეს ყველაფერიც, მაგრამ მე ნაკლებად ვიმედოვნებ რომ ამ რადიკალებმა რაღაცნაირად შეძლონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობა და ყურად იყონ ეს მინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და მათ რაღაცნაირად პატივისცენ საკუთარ ამომრჩეველს. გასაგებია, დაველოდოთ ოპოზიციის გამოხმაურებებსაც ჯერ რაიმე შეფასება და კომენტარი არ მოგვისმენია მათი ლიდერების მხრიდან. მოდი გადავიდეთ ახლა სხვა თემებზე. დაიწყო დღეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობა. აი მოდით რა მოლოდინები გაქვთ ამ სამმართველოს ამუშავების შემდეგ და რა რისკების დაზღვევა მოხდება ამ სამმართველოს ამუშავებით თქვენი მოსაზრება რო გაგვიზიაროთ? დიახ, ესე იგი როგორც იცით, წლების მანძილზე მიზანმიმართულად ხდებოდა ჩვენი საზოგადოება ამას ნათლად ხედავდა, მიზანმიმართულად ხდებოდა ჯანსაღი დისკუსიის სივრცის ჩაკეთვა და ამის საპირისპიროდ პირიქით ხდებოდა სიძულვილის ენის შეურაცხყოფის წახალისება და თითქოს ისე წარმოჩენა, ვითომ სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა ეს იყოს აზრისა და სიტყვის გამოხატულების ფარგლებში ექცეოდეს. მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ეს თანამდებობით ესე არ არის არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არც ერთ დემოკრატიულ და შემდგარ ქვეყანაში არ წარმოადგენს შუღლის ენა, არ წარმოადგენს სიზღის ენა და შეურაცხყოფა არ წარმოადგენს არ არის დაცული სიტყვისა და აზრის გამოხატულებით. უფრო მეტიც მე მაგალითად შემიძლია თქვენ დაგესახელოთ გერმანიას, სადაც შეურაცხყოფა პირდაპირ სისხლის სამართლის მათ გერმანული სისხლის სამართლის კოდექსში 195 მუხლით არის პირდაპირ და იზრდება პირდაპირ სისხლის სამართლის წესი და არანაირი ადმინისტრაციული სანქციას ის არ ითვალისწინებს პირდაპირ კიდე ხას უსმო გერმანიაში მაგალითად შეურაცხყოფა
შეურაცხყოფა იზრდება პირდაპირ სისხლის სამართლის წესით. ახლა რაც შეეხება ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვიყავით პირდაპირ მინდა გითხრათ, ვალდებულები ვართ და ვალდებულები ვიყავით, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოთ აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ არ დაუშვათ და სანქციების ქვეშ მოვაქციოთ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ამისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო უკვე მოგეხსენებათ ის დებატების სივრცის გახსნა და მეორე და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი არის ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამმართველო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ზიზღისა და შუღლის ენას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს შეურაცხყოფას და ადამიანის ღირსების შელახვას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამმართველო იმუშავებს პროაქტიულ რეჟიმში და არ იქნება მოქალაქის საჩივარზე დამოკიდებული და ესე იგი ჩვენ ასევე მინდა ყველა საზოგადოება მიცოდეს, რომ ჩვენ როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გარანტები ვიქნებით იმისა, რომ დაცული იქნება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ასევე ამის გარანტი იქნება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამის გარანტი იქნება სასამართლო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის გარანტი იქნება და ყველაფერი ნათლად იქნება და საჯარო იქნება, ამის გარანტი იქნება მისი უდიდებულება ქართველი ხალხი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დროული ასეთი სამმართველოს შექმნა, ქალბატონთია მინდა გითხრა და ეს მივალთ ჩვენ იქამდე აუცილებლად, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც დღეს და გუშინდლის ჩათვლით ჩვენ მქონდა, რომელიც დაფუძნებული იყო ზიზღზე, შუღზე, შეურაცხყოფაზე და ვითომ თითქოს ეს არაფერი და რაღაცა ვითომ დაცული იყო სიტყვისა და აზრის გამოხატვა. ესე არ არის, მინდა საზოგადოებას უთხრა და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ერთის მხრივ როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე სიტყვისა და აზრის გამოხატვა, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაუშვათ, არაფრით არ უნდა დაუშვათ, რომ ადამიანების მიაყენონ შეურაცხყოფა, რომ მათი ღირსება შელახონ და გააღვივონ შუღლი. გასაგებია, ჩვენ დაპირისპირებაზე როცა ვსაუბრობთ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ დაპირისპირებამ, ასე ვთქვათ, მთელი თავისი მრავალფეროვნებით ადგილი პოვა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. მე გულისხმობ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას ეპისტოლარულ დაპირისპირებას, რომელიც უკვე რამდენიმე დღე მიმდინარეობს და საჯარო ხდება ერთმანეთისთვის რაღაც წარსული და აწყოს საკითხების წამოწახება. ხელისუფლება ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ ოპოზიცია გარე დავალებებით ერთიანდება, გარე დავალებებს ასრულებს. აი ეს როგორ ჯდება გარე დავალებების კონტექსტში, როდესაც აქ ამ ერთიანობის თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გარე დავალებების ნაკარნახევი ერთიანობის საპირისპიროდ მიმდინარეობს და რა ბედიალის ამ ერთიანობას? ქალბატონთია, ესე იგი, ესეც არ ახალი არის პრინციპში ჩვენთვის და ეს დაპირისპირება არ ვარ ყოფილიყო, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა ჩემთვის პირადად მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან რაღაც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულები, რომელსაც მაგალითად სამშობლოს სიყვარული ქვია. ეს ადამიანები არიან მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, თუ ამას იდეა შეიძლება რამენერად უწოდოთ და ეს არის გარე დავალებების და გარე აქტორების დავალების შესრულება. შესაბამისად, პრინციპში მათ აქვთ ხედავ ჩვენ ხან ფანჩატურში გაერთიანდნენ, ხან კიდე სხვა ადგილას გაერთიანდნენ და მათში ეს ყველაფერი ნათელია, რომ მათში არის ამ ადამიანებს შორის არის პიროვნული შეუთავსებლობები, ხო? ისინი ზოგი ლიბერალია, ზოგი ულტრალიბერალია, ზოგი კონსერვატორია და თვითონ არ იციან პრინციპში თვითონ ზოგმა თვითონ არ იცის საერთოდ ვინ არის და რა არის. ამიტომ არ არის ახალი და პრინციპში სიმართლე გითხრათ, დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ მე ისინი გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან თუ რა ფორმით იქნებიან ამ რადიკალურ გზაზე რა ფორმით იმოძრავებენ, რომელთაც მათ თვითონ აირჩიეს. იმიტომ რომ მათ როგორც გითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი არ აქვს, ეს არის ქართული ხალხის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ერთადერთი იმ იდეის გარშემო არიან შეკრებილები და იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უმწიფლო და კარგად შეასრულებს რაღაცა და გარედან შემოსულ დავალებას.
გასაგებია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა აკაკი ალადაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ოთარ ჭულუხაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ოთარ. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ სულ ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ამერიკის საელჩომ გაავრცელა და ერთგვარ შეჯამებას გულისხმობს იმ ვიზიტის შესახებ, რომელიც შედგა დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დელეგაციის უმაღლესი წარმომადგენლები. აი, მოდით პირველ რიგში თქვენი აზრი გითხარით და მე გზადაგზა შემოგაშველებთ გამოხმაურებები უკვე იწყება, მაგალითად ოპოზიციური ფლანგიდან იმის შესახებ, ვინ რა ამოიკითხა ამ განცხადებიდან. მოგესალმებით თეა, ეს წერილი აშკარად არის ძალიან დიდი პროგრესი საკუთრივ საელჩოს მხრიდან კომუნიკაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ საელჩოს მხრიდან უცნაური ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი, გარკვეული ქარდებით საუბარი, და ესეთი უცნაური ტიპის ბილად რო ვთქვათ, რაც იყო მაშინ დამახასიათებელი. ამ ხრივ ეს არის უდიდესი პროგრესი. რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი შეიძლება მოგვეკითხა ამ წერილიდან. პირველი ეს არის გარკვეულ რაღაც სუვერენიტეტზე და ამ სუვერენიტეტის საერთოობაზე საუბარი, რაც იყო ქართული სახელმწიფოების მოთხოვნა, რომ შემოვხედეთ ჩვენ როგორც სუვერენულ ქვეყანას. ამ წერილში ესეთი ტიპის აღიარების მსგავსი პასაჟები ხდება. არის მნიშვნელოვანი პასაჟი ოპოზიციაზე, სადაც მითითებულია, რომ რაღაცა ამ სისტემურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, თუ მარტივად ვთარგმნით და სტრიქონებს შორის ამოვიკითხავთ, რაღაცა ტიპის პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე შეიძლება გარკვეული კრიტიკაც ამოვიკითხოთ მათი მხრიდან, რომ თქვათ ეს ოპოზიციური ძალები უნდა ჩართულიყვნენ ამ კონსტრუქციულ ცხოვრებაში. სხვა მხრივ ხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის და მე მგონია, რომ ამის ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ სწორედ ესეთი უკვე არა რაღაც ცალკე 2 და 3 სიტყვიანი ქარდები, არამედ რაღაც ვრცელი ძალიან დიპლომატიური მესიჯი. თუმცა ცხადია, ამერიკის მსგავსი დიდ ქვეყანასთან ყოველთვის ურთიერთობას უნდა მოვეკიდოთ ფრთხილი ოპტიმიზმით, თუმცა ეს ოპტიმიზმის საფუძვეს ნამდვილად იძლევა, რადგან როგორც თქვი, ეს არის დიდი პროგრესი საელჩოს მხრიდან წინა ურთიერთობის წინა ტიპებთან შედარებით. კი ბატონო, აი რას ამოიკითხავდა ოპოზიციას განსაკუთრებით აღნიშნე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ესე ვთქვათ, ქართული პოლიტიკის თავისებურება განსაკუთრებით უცხოური გზავნილების გარკვეული პოლიტიკური გემონების მიხედვით ინტერპრეტირება, ხო, ეს ახალი არა ის. შესაბამისად, იგივე მოლოდინი შეიძლება იყოს ამ განცხადებაზეც. მაგრამ რამდენად იძლევა ეს განცხადება ამის საშუალებას, იმიტომ რომ ჯერჯერობით ოპოზიციური შეფასებები იგვიანებს. ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტით სახით მან გამოაქვეყნა და ასეთი რამე თქვა, რომ აქ იკითხება, რომ პირველი რუსულ-ირანულ-ჩინური გავლენები უნდა გაანეიტრალოთო, ასეთი დასკვნა გამოიტანა მან, ასე წერიაო ამ განცხადებაში ხელისუფლების მისამართით, გამოხატვის შემზღუდავი კანონების გაუქმება, პატიმრების გათავისუფლება და პარტიების აკრძალვაზე, ესე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების გადახედვა. აი ესეთი რაღაცა ამოიკითხა, ერთი შეფასება მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, იძლევა ტექსტი ამის საშუალებას? ეს ძალიან თავისუფალი ინტერპრეტაცია არის, რადგან ესე ღიად აქ ესე ვერ დავინახავდით ამ ცალკე პასაჟებს, რომ აი გინდა თუ არა ეს უნდა ყოფილიყო. მე გეთანხმებით, რომ ეს პოლიტიკური ინტერპრეტაციები და ხშირად ძალიან თავისუფალი და ტექსტთან შორს მყოფი ინტერპრეტაციების საფუძველი ხდება ხოლმე ეს უცხოური განცხადებები, მით უმეტეს ამერიკის საელჩოს მხრიდან. ერთის მხრივ ახლა მარჩიელობაში რომ არ შევიდეთ, შემდგომი თვეების და წლების მინიმუმ 2 წლის პოლიტიკური მოვლენები შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიაროთ, რას ნიშნავდა ეს და რა ტიპის ურთიერთობებს დავინახავთ. მე ვხედავ, რომ გარკვეული ყინული ზღობა არის, ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ქართულ სუვერენისტულ პოლიტიკაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი ანტი არ უნდა ვიყოთ, რაოდენაც არ უნდა მოგწონდეს თქვა რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა თუ სხვა დიდი გეოპოლიტიკური ძალა, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გადავიქცეთ რომელიმე ანტი დიდ გეოპოლიტიკურ ძალა და ამ მიმართულებით ამერიკასთან გარკვეული ტიპის დათბობები, თუნდაც აი ესე დონეზე, რომ აი ნარატიულ დონეზე შეგახსენებთ ასევე ტრამპ თაუერის მშენებლობას, ეს გარკვეული აზრით საქართველოს უსაფრთხოებისთვის ხანგრძლივადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. კარგი, სხვა საკითხებსაც შევეხოთ. ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, ახალი გეოპოლიტიკური თამაშები, რაზეც მაგალითად პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემაც ისაუბრა ვილნიუსში
ვილნიუსიდან, როგორც იცით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს. როგორია ურთიერთობების გადატვირთვის მოდელი ამ ახალ თამაშებში და რა როლი შეიძლება კონდეს აი ამ ყველაფერში საქართველოს? მე დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტიდეოლოგიურ ეპოქაში, ეს არის რაღაცა გეოპოლიტიკური პლურალიზმის მრავალფეროვნების ეპოქა, სადაც აი ლოკალური, პრაგმატული ადაპტაციები, ლოკალური შეთანხმებები არის რაღაც წამყვანი ინსტრუმენტი და წამყვანი, ასე ვთქვათ, მოდუსი ამ ჩვენი დიდი გეოპოლიტიკური ცხოვრების. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ გადატვირთვებს ექნებათ, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირი გადატვირთვები მოხდება, იგივე მაგალითად ირანი და ამერიკა, რომლებიც პირობითად 2-3 თვის წინ ერთმანეთს ვთქვათ ბომბებს უშენდნენ, ეხლა შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოჩნდეს და ანუ ესეთი რაღაცეები, რადგან ესე დიდი რაღაც იდეოლოგიური ლოგიკები აღარ მუშაობს და მუშაობს აი კონკრეტული პრაგმატული ინტერესები უფრო წინა პლანზე არის წამოსული, რადგან გეოპოლიტიკური ესე ლანდშაფტი ხდება მრავალფეროვანი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება სწორედ აი ესეთი ლოკალური ადაპტაციები. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო აი ამ ვითარებაში აღმოჩნდა პიონერი, შეგახსენებთ ისტორიულად მულტიპოლარული სამყარო პირობითად შეიძლება მოვნიშნოთ 2007-8 წლიდან ეს იყო რუსეთის პრეზიდენტის მიუნხენის უსაფრთხოების ასე ვთქვათ გამოსვლა კონფერენციას და შემდეგ პირველი აკორდი თუ შეიძლება ესე ითქვათ მრავალპოლუსიანი სამყაროს დაბადების იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ანუ ჩვენ ერთგვარად პირველი აღმოჩნდით, ვისაც ეს გარდატეხის ასეთი ისრები მოხვდა და შესაბამისად ჩვენ ყველაზე გამოცდილები ვართ, იგივე ამ უკრაინა-რუსეთის ომში არ ჩართვა და ის გეოპოლიტიკური სიბრძნე, რაც გამოვიმუშავეთ აი 30-35 წლის განმავლობაში, მაფიქრებინებს, რომ აი ადაპტაციის უფრო დიდი ასე ვთქვათ სიბრძნე გვაქვს, ვიდრე ვთქვათ შეიძლება ქონოდა თუნდაც 15 წლის წინ ან თუნდაც 5 წლის წინ, ანუ ამ ყველა ფერმა გამოგვაბრძმედა ასე ვთქვათ და გვაქვს საშუალება რომ აი ლოკალურად ვიმოქმედოთ, ანუ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური და რაღაც ეს შვიდობა, რაც ყველაფრის საფუძველია ამ გეოპოლიტიკურ ხლართებში არ დავკარგოთ. და აუცილებლად მინდა კითხოთ მოლდოვასთან დაკავშირებით, ახალი არ არის ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია, იმიტომ რომ არაერთი განცხადება გაკეთებულა მოლდოვის მომავალზე, განსაკუთრებით რუმენიასთან მიერთების შესახებ. ახლა დღეს კიდევ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება. მე მინდა უბრალოდ ეს მოვლენების ეს განვითარება განვიხილოთ იმ ჭრილში, როდესაც ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ნესტესპიროც გულისხმობ და ეს როგორ არის წარმოდგენილი, როგორი პერსპექტივა შეიძლება დაისახოს, როდესაც არის ტერიტორიული მთლიანობა და ამასობაში დღის წესრიგში დგება გაერთიანება სხვა ქვეყანასთან. ეს მსგავსი სცენარი შეიძლება ჩვენთან ისე ექსპლიციტურად და ისე გაშლილი სახით არ გვინახავს, მაგრამ აქაც იყო ხოლმე გარკვეული პოლიტიკური ძალები თუ ინტერეს ჯგუფები ყოველთვის საუბრობენ, რომ აი თქვათ პირობითად ესე თქვათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუ ნატო, აი ესეთი რაღაცა ტიპის ნარატიული მოსინჯვის დონეზე ხდებოდა, თუმცა არა ცხადია ესეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის თქვათ საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვათ მაღალ ჩინოსნები, ხო, ანუ ეს ნარატიული მოსინჯვა თქვათ ტერიტორიები თუ ნატო ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ რუმინეთიც ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით უნდა განვიხილოთ, არის ის რომ აი ვთქვათ როგორ ან რამდენად შეიძლება ეს მოხდეს. ეს ჩემი აზრით ჯერჯერობით არის მოსინჯვა, ასე ვთქვათ აზრის, თუმცა განსხვავებით საქართველოსი იქ ბევრად მეტი არის, რომ მოლდოვა ტერიტორიულად სხვაგან მდებარეობს, რუმინეთის მეზობლად არის და ამ მოსინჯვის რაღაც შემდგომი რეალიზაციები უფრო მეტად დასახვადია, თუმცა ცხადია აი დნესტრისპირეთის რეგიონს რა მოელის, ეგ ძალიან რთული საკითხავია. შეიძლება იყოს საუბარი ვთქვათ მის გარეშე ადაპტაციასთან თუ სხვა. ანუ ერთი სიტყვით ეს ისევ და ისევ გვაგონებს იმ მოსინჯვას, რაც არის რომ ვთქვათ ტერიტორიები, ანუ ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატო, რაღაც აი ამ დიქოტომიის ასე ვთქვათ ელფერი დაჰკრავს აი ამ ნარატივს, რაც მოლდოვაში გაჟღერდა. გასაგები აქვს, მადლობთ ოთარ ჭულუხაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი იყო მოვლენათა ქრონიკა ამ დროისთვის. გაეცანით ყველა სიახლეს იმედი ნიუზ-ზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.